გერმანიის ამბიცია, რომ ევროპის კონტინენტზე გახდეს ყველაზე ბრძოლის უნარიანი ქვეყანა, კარგად ჩანს შეიარაღებული ძალების მიმართულებით გადადგმული რეფორმებით. ჯერ იყო იდეა, რომლის შესახებ ღიად ისაუბრა მაისში გერმანიის კანცლერმა. მისი თქმით, ბუნდესვერი უნდა გადაიქცეს ევროპის უძლიერეს კონვენციურ არმიად. გავიდა რამდენიმე თვე და იდეას ფინანსური გეგმაც დაემატა. სწორედ ამ ფინანსურ დოკუმენტზე მოამზადა ვრცელი პუბლიკაცია გამოცემა პოლიტიკომ. 39 გვერდიანი ვრცელი სია მოიცავს 377 მილიარდი ევროს ღირებულების შესყიდვებს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კოსმოსური და კიბერმიმართულებებით. დოკუმენტი წარმოადგენს იარაღის შესყიდვების გეგმას, რომელიც გერმანიის არმიის 2026 წლის ბიუჯეტში იქნება გაწერილი, თუმცა ბევრი მათგანის შესყიდვას დიდი დრო დასჭირდება, შესაბამისად, მკაფიო დროის ჩარჩო არ არსებობს. ერთობლიობაში კი ის წარმოადგენს გერმანიის თავდაცვის გადახალისების ყოვლის მომცველ საგზაო რუკას, რომელიც გამყარებულია ადგილობრივი ინდუსტრიით. გამოცემა პოლიტიკოს მიხედვით, რომელსაც როგორც წყაროს არაერთი დასავლური გამოცემა ეყრდნობა, ბუნდესვერი მომავალი წლისთვის საბიუჯეტო ციკლის განმავლობაში იარაღისა და აღჭურვილობის დაახლოებით 320 ახალ პროექტს დაიწყებს. ტენდერებში გერმანული კომპანიები დომინირებენ და მათგან უპირატესობა კომპანია Rheinmetall-ს აქვს. დოკუმენტის მიხედვით ბუნდესვერი გეგმავს ჯამში 687 ჯავშანმანქანა პუმას შეძენას. გერმანია ასევე სარაკეტო შესაძლებლობების გაძლიერებას გეგმავს. დიდი წილი მოდის Iris-T ოჯახზე, რომელიც გერმანიის მომავალი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არქიტექტურის ხერხემალი უნდა გახდეს. დოკუმენტის თანახმად ბუნდესვერის მიზანია შეიძინოს 14 სრული Iris-T SLM სისტემა, რომლის ღირებულება 3 მილიარდ ევროს აღემატება. ასევე 396 ერთეული Iris-T SLM რაკეტა, დაახლოებით 694 მილიონ ევროთ და დამატებით 300 ერთეული Iris-T LFK მოკლე დისტანციის რაკეტა, რომელშიც 300 მილიონ ევროს გადაიხდის. დოკუმენტში დრონების შესახებაცაა ჩანაწერი. მაღალი კლასის დრონებთან დაკავშირებით ბუნდესვერს სურს გააფართოვოს საკუთარი უპილოტო სისტემების ფლოტი და შეიძინოს ახალი საბრძოლო მასალა დაახლოებით 100 მილიონ ევროდ. ამას მოჰყვება ახალი Luna NG ტაქტიკური დრონები, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1,6 მილიარდი ევროა. ბუნდესვერის რამდენიმე ყველაზე ძვირად ღირებული ახალი პროექტი კოსმოსსაც უკავშირდება. გეგმაშია გამოიყოს 14 მილიარდ ევროზე მეტი სატელიტური პროგრამებისთვის. ბუნდესვერი ავიაციის გაძლიერებაზეც ფიქრობს. ბერლინს სურს 15 ერთეული F-35 გამანადგურებლის შეძენა. რაც შეეხება შორიმოქმედების ფრთოსან სისტემებს, გერმანია აპირებს 400 ერთეული Tomahawk Block 5 ფრთოსანი რაკეტის ყიდვას 3 Lockheed Martin Typhoon-ის გამშვებ დანადგართან ერთად. ეს კომბინაცია ბუნდესვერს 2000 კილომეტრ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემს. თანამედროვე იარაღით გადაიარაღება ერთია, თუმცა როგორც ცნობილია, გერმანიის მიზანი ცოცხალი ძალით გაძლიერებაც არის. ამ ამბიციური გეგმის შესახებ რამდენიმე კვირის წინ ბუნდესვერის ონლაინ პლატფორმაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. ჩვენ გვჭირდება მეტი აქტიური ჯარისკაცი. დღეს გვყავს 193,000, მომდენო 8-9 წელიწადში კი 260,000 უნდა გახდეს. ამას ნატოს შესაძლებლობების მიზნები მოითხოვს ჩვენგან, მაგრამ ეს აქტიური ძალაა. და როგორც იცით, ყოველთვისაა საჭირო სარეზერვო ძალა. დღეს ჩვენ არ გვყავს საკმარისი რაოდენობით. ამჟამად 55,000-მდე გვყავს. იმისთვის, რომ შევასრულოთ ნატოს მოთხოვნები, ჩვენ გვჭირდება 200,000 რეზერვისტი. უნდა გავზრდოთ მათი რიცხვიც. სწორედ ამისთვის შეიქმნა ახალი სამსახური და ამ რიცხვს უახლოეს რამდენიმე წელიწადში მივახცევთ. გერმანია მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით ავითარებს სამხედრო შესაძლებლობებს. როგორც არაერთი სამხედრო ანალიტიკოსი აღნიშნავს, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოწოდებებმა, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი რესურსი უნდა გაიღოს, ევროპის კონტინენტზე გადაიარაღების მასშტაბური პროცესი გამოიწვია. გიორგი თუხარელი, Euronews, Georgia.